ჩვენი ყოველდღიურობა. ცხოვრების მთავარი დეტალები, სადაც გემოვნებაზე დაობენ. ჩვენთან მოგონებები ცოცხლდება. თამარა სივრცე. სივრცე სულ სხვანაირი საუბრებისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენო მაყურებლებო. მე შეგახსენებთ, რომ დღეს სამშაბათია და ახლა ტრადიციულად თამარა სივრცეში იმყოფებით ჩვენს ეთერს ვიზუალურ ნაწილს, როგორც ყოველთვის უზრუნველყოფენ ნიკო შენგელი და დაჩიკა ჩეჩილაძე, ხოლო მთავარი ამხმოვანებელი ისევ და ისევ გიორგი სარანიძე გახლავთ. ახლა რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს. რაც მე ამ რადიოში ვარ, მას მერე მაქვს მოლაპარაკება, რომ როგორმე მომეპატიჟებინა, თუმცა მის უარს ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ვიღებდი, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი არ სტუმრობს, ასე ვთქვათ, სატელევიზიო და რადიო სივრცეს და როცა სტუმრობდა ხოლმე, ესეც იყო ან შობის მარხვის პერიოდში, ან აღდგომის მარხვის პერიოდში, როდესაც ჭირდებოდათ გამორჩეულად გამშვენებული ეთერი. და ის არის ამის ოსტატი. სასულიერო პირი მყავს დღეს სტუმრად და პირდაპირ ვიტყვი, მე მივმართავ ხოლმე ესე საქართველოს ხმა, რადგან ვერ დამალავს მის ხმას, ყოველთვის გამოირჩევა მისი ხმით და გამოირჩევა განსაკუთრებული დამოკიდებულებით ქართული სამეტყველო სასაუბრო ენისადმი. ეს დღეს ხო საერთოდ იშვიათია, მაგრამ სასულიერო პირობაში ძალიან იშვიათია. ხო და როცა შობის და აღდგომის დღესასწაულებზე თქვენ ეპისტოლეს უსმენთ ისე, რომ ერთი სიტყვაც არ გეპარებათ, ამ ადამიანის დამსახურებაა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი მყავს ახლა სტუმრად. ისე რომ ვერც ვიყურებ, ჯერ გვერდით ვერც ვიყურები. და მადლობელი ვარ მე მისი დღევანდელ დღეს, რომ მაჩუქა ეს ძვირფასი დრო, გვაჩუქა ჩვენს რადიო მსმენელებს და მაყურებლებს და ვნახოთ ახლა როგორ იქნება ჩვენი საუბარი. წინასწარ გეტყვით იმას, რომ არ იქნება ეს როგორც საეკლესიო თემებზე, მხოლოდ, რა თქმა უნდა, რაღაცებს შევეხებით, მაგრამ მას აქვს ძალიან საინტერესო ცხოვრება გავლილი, საინტერესო თემებზე გვისაუბრია და არის ძალიან კარგი მოსაუბრე. გამოირჩევა მისი ესთეტიკით, გემოვნებით, განათლებით, კულტურით და კიდევ კომუნიკაციის რაღაცნაირი უნარჩვევებით. ნუ ხან კარგით და ხან სუტით, ხან მკაცრია, ხან რბილია, მაგრამ ახლა ამ ყველაფერზე მამა დემეტრესთან ერთად აი ესე ერთი ერთზე წყნარად ვისაუბრებ. გამარჯობა მამა დემეტრე. გამარჯობა, დავრჩი გაღიმებული. კარგია. გამიხარდა? ძალიან ბევრი ილაპარაკეთ, არც ეგეთი იდეალური ვარ ეხლა რას. მე არ მithქვამს რომ იდეალური ხართ, მე ჩამოვთვალე. პორტრეტის ხატვა დავიწყე. შემწყო. გულწრფელად შემწყო. არტისტობა გინდოდა? მინდოდა თან ძალიან. ხო, არტისტობა გინდოდა და ამის გამო რომ ყოფილიყავი ამ სფეროსთან ახლოს კინოსტუდიაში, ძველ კინოსტუდიაში მაშინდელ პლეხანოვზე. კი არა და ახლაც მაინც ყველა პლეხანოვს ვეძახით, ხო? კინოფირებს დაატარებ და აქეთ იქით ოღონდ ამ სფეროში ყოფილიყო და ამ ხალხთან მქონოდა საქმე. ისე როგორც დღეს უნდათ ხოლმე რომ თქვენთან იყვნენ ახლოს. ხო, მის უნდა რა უნდა, არ ვიცი. რა იყო ეს პერიოდი მითხარ? ხო, იყო ეს ახლა მსახიობობა მინდოდა, უბრალოდ ძალიან მარტივი ნათქვამია, ჩემი ცხოვრების მიზანი იყო. სულ გაოცებას იწვევს ხოლმე ჩემში, როდესაც აი ჩემი მეგობრის შვილებს ან ვიღაც ახლობლებს, რომლებიც თინეიჯერები არიან, ჯერ კიდევ სკოლას ამთავრებენ და ვეკითხები მე 10 ან მე 11 კლასის მოსწავლეს. ვინ გინდა გამოხვიდე? არ იციან. ჯერ არ გადაუწყვეტ. ჯერ არ გადაუწყვეტიათ. ეს არის ხოლმე ჩემთვის სერიოზული შოკი, იმიტომ რომ სადღაც მე-5 კლასიდან უკვე ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყავი აუცილებლად მე-5 კლასი. აი რამ აი საბავშვო ფილმები ალბათ და სპექტაკლები სადაც დადიოდი, რა მიქონია ეს? საბავშვო არა, შენ წარმოიდგინე.
ზოგადად დედაჩემი და მამაჩემი ორივე იყვნენ დიდი მოყვარულები, როგორც თეატრის, ისე კინოს. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ახალი ფილმი გამოვიდოდა რამე ეკრანზე, აუცილებლად მივიდოდი და ვნახულობდი და მეც დამატარებდნენ, იმიტომ რომ გვიანი შვილი ვიყავი, გვიან გაჩენილი. 40 წელს იყო ორივე მიღწეული დაახლოებით მე რო დავიბადე. ხო, მამა დემეტრეს ყავს ორი უფროსი და იყო ნაბოლარა. ნაბოლარა შვილი კი და ერთხელ მახსოვს, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვერც ვიხსენებ ახლა. პირველ თუ მეორე კლასში, მერე ხვდები, რომ ვიყავით რუსთაველი თეატრში კვირის წარმოდგენაზე, დიდი ოჯახი მე მგონი, ხო, ესეთი სპექტაკლი იყო. ეროსი მანჯგელაძე, გოგი გეჩკორი, ზინა კვერინჩხილაძე, მედია ჩახავა თუ არ ვცდები, აი ძალიან იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვერ გავჩერდი დიდხანს და მახსოვს შუა სპექტაკლიდან მოგვიწია გამოსვლა. მერე უკვე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როდესაც ვნახე მეფე ლირი. რობიკოს. არა, რობიკო არის, ვარ უკვე სკოლა დამთავრებული კი არა და მე მგონი ჯარიდანაც ვიყავი. მე გეუბნები ბატონი აკაკი ვასაძის მეფე ლირზე. რა ნახე? ხო. ბატონი აკაკი ვასაძის მეფე ლირი პატარა ვიყავი, იქნებოდიან მე-4 ან მე-5 კლასში, როდესაც ალექსიძე? ვფიქრობ ალექსიძე, ზუსტად არ ვიცი, ხა მაშინ არ მესმოდა მე ამდენი. ეს იყო რუსთავის თეატრში თამაშობდნენ ამას. ბატონი აკაკი ვასაძე კორდილიას თამაშობდა ქალბატონი ზეინა გზირიშვილი და იყო ეხაც თვალწინ მაქვს მისი ნათამაში, ხა ბავშვი მეხსიერებაში, რაც შეიძლება იყო ჩარჩენილი, როგორი იდეალური ნათამაშები იყო, სხვადასხვა ძალიან ცოტა როლებით გამოირჩეოდა ეს მსახიობი ახლა. მაშინ იყო ეს ფინალური სცენა, როდესაც უყურებს ლირი გარდაცვლილ კორდილიას და მისი რეაქცია, ნუ ეხლა აკაკი ვასაძე ყველა დამეთანხმება, რომ იყო რეაქციების იმპერატორი, მეფესაც არ ვიტყვი, ეს იყო განსაკუთრებული ნიჭის ადამიანი, მე აი მის ნიჭს ბოლომდე ვეთაყვანებ, იმდენად დიდოსტატი იყო ყველაფრის. ეხლა ვისაც უნახავს მისი ძია ისიდორე თეთრ ბაირაღებში, საბრალდებო დასკვნაში და ვისაც უნახავს ფარსმანი, არ ვიცი, ბევრი სხვადასხვა როლები. შაჰაბასი, თუნდაც აი ეს სცენა, სულ მცირე სცენა. როდესაც უყურებს ძილს დაწოლილ გარდაცვლილ კორდილიას და ფრაზასაც არ გამო ერთ ასოს ამბობს, აი ამას ამბობს და კვდებ, აი ეს სცენა იყო ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი, რომ მაშინ მოვინდომე, რომ მაშინ მომინდა რომ ყოფილიყავი მსახიობი და ყოფილიყავი ძალიან მომინდა. ნუ ამას მოყვა მერე უკვე ანტიგონე ქალბატონი ზინა კვერინჩხილაძე, სამწუხაროდ ბატონი სერგო ზაქარიაძის სცენაზე მე არ ვიცი. აბა ვინ იყო მაშინ? ედი შერმაღალაშვილი თამაშობდა კრეონს და ეს იყო ნუ იდეალური დუეტი იყო, მათი დიალოგი ნუ არ ვიცი, ზინა კვერინჩხილაძე იყო, ნუ აი ყველაფერი. შეყვარებული ვიყავი ამ ადამიანზე, მის მეტყველებაზე, მის მსახიობის სამსახიობო ოსტატობაზე. ისეთი ის დაასახელა ეპოქა დაიწყო, რა ცოტა ხანი ჩემთვის გისმენდი და ვფიქრობდი, რომ მე მგონი ახმეტელის ლამარადა ურიელა კოსტარო კითხეთ. მე გარმახსნა. იქით ურიელი და აქეთ ლამარა ეხა რომ ითხეს რომ ბუნდოვნად ამახსოვდა. ხო არც ესე იყო გამორიცხული. ხო მაგრამ ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი და ბატონი კოტე მახარაძე ურიელა კოსტაში მინახავს ვიყავით წასულები. ხო ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის სკოლის პერიოდში ვნახე ოიდიპოს მეფე. სადაც ბატონი აკეთ მარჯანიშვილი. კი, მარჯანიშვილის თეატრში ბატონი ოთარი პროცესი, ქალბატონი მედია ჯაფარიძე, ბატონი ირაკლი უჩანეიშვილი, ბატონი ბებურიშვილი, მალხაზ ბებურიშვილი. ხო, ნუ საოცარი შემადგენლობა იყო. საოცარი შემადგენლობა იყო. აღარაფერს ვამბობ ახლა სიტყვაზე. ოტელო რომ ნახე, ოტელო ბევრს აქვს ნანახი. შეყვარებული ვიყავი მაშინ ქალბატონ მარინა ჯანაშიაზე. და ოტელოში ბატონი ნოდარ მგალობლიშვილის ნათამაშები იყო, საერთოდ საოცრება იყო, საერთოდ საოცრება. გული მწყდება რაზე კიდე რომ არ მყავს ნანახის სცენაზე ქალბატონი სესილია თაყაიშვილი. აი ეს არის მე ვთვლი რომ ჩემს აი თეატრალურ ბიოგრაფიაში ეს არის ყველაზე დიდი ნაკლი რომ
ეს უდიდესი ადამიანი არ მყავს, ეხლა დიდი სიამოვნებით აი დროის მანქანა რო იყოს გადავიდოდი წინა დროში და ვნახავდი მარიამ სტიუარტ დიდი სიამოვნებით მაინტერესებს მონოლოგი მაქვს ხოლმე ელისაბედის მანდვე ურიელი შორს ხო და ეს ამაზე მწყდება გული. აი ეს არის ჩემი შტაბეშტილებები იმ პერიოდზე, ბავშვობის მოგონებებს როცა გაყვები, მაშინ ნანობ ხოლმე რა გვიან გაჩნდი. რა გვიან გავჩნდი კი, რა გვიან გავჩნდი. მე მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, ახლა კითხვა მინდა დავსვა ისეთი, რომ რა მნიშვნელობა აქვს მამადემეტრე ახლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სხვადასხვა თაობის ვართ და ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ქონდა, იმიტომ კი არა რომ ასე გაგზარდეს ან ვინმე გვაძალებდა ან რაღაცა, ჯერ ერთი კარგი ტონი იყო. მერე ასეთები იყვნენ მაშინ და ალბათ ვიღაცას ვბაძავდით ან ავტორიტეტები ყავდა ისეთები, რომლებიც კითხულობდნენ, კარგ ლიტერატურას კითხულობდნენ და გვინდოდა ჩვენს წაგვეკითხა, კარგ ფილმს გირჩევდნენ, კარგ სპექტაკლს გირჩევდნენ, კარგ მუსიკალურ ნაწარმოებს და ასე შემდეგ და მერე ასე ჩამოყალიბდა ალბათ გემოვნებაც და რაღაცა ინტელექტის კულტურის თვალსაზრისით. რა მნიშვნელობა აქვს ამას შემოვიყვან ახლა ცოტა ხნით თქვენს პროფესიას სასულიერო პირის ცხოვრებაში. მე ჩვენს მსმენელს და მაყურებელს აქვე ისე ვეტყვი პატარა ამ ჩემი დაწყებული ნახატის პორტრეტისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს რა ხდება იმ საკურთხეველში, იმიტომ რომ იქიდან ისეთი ქალი ხო არ შედის და იქიდან ისეთი ამბები გამოდის, რომ როცა მამადემეტრე არის ბუზის გაფრენის ხმა ისმის, წესრიგი რა ყველაფერი წესრიგშია, ზედმეტად არავინ გადაადგილდება, იქ არ არის ზედმეტი ხმაური, საგალობელი თავის დროზე იწყება და მთავრდება, წესი მიდის მსახურების ისეთი, რომ აი რა გონია ხანდახან რომ არ ვხედავდე, რომ გარეთ შედი გამოდის და კითხულობს, ვიფიქრებდი, რომ რაღაცა შოლტით დგას და აგვარებს ამ იმას, რა ქვია, წესრიგს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წესრიგი, დისციპლინა, რაღაცის კონტროლი, მენეჯმენტი, თუ რა ვიცი, რა ქვია ამას, უნარჩვევები და ეს შინაგანი კულტურა, რაც მარტო საკურთხევლის შიგნით კი არა, იქ უმთავრესია და გარეთაც თავისთავად. რა მნიშვნელობა აქვს აი ამ ყველაფრის ცოდნას, მარტო განათლებას აღარ გულისხმობ, უკვე აი რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, რა გამოცდილებაც გაქვთ ამ ურთიერთობებს. რაღაცა ხო აქვს კიდე რაღაცა. საზრდო ხო არის. ეკლესია პირველ რიგში წესრიგია, აქ ორი აზრი არ არსებობს. წესრიგი და არა ქაოსი. ნუ ეხლა თუ დავუშვოთ ფილოსოფოსებს დაუჯეროთ ქაოსის გარკვეული რაღაცა სახის წესრიგია. ხო, მაგრამ ეკლესია არის პირველ რიგში აუცილებლად წესრიგი. გარდა ამისა, ეხლა თვითონ უწმინდესის დამოკიდებულება, ვინც ფაქტიურად ჩემი გამზრდელია, როგორც სასულიერო პირის. 27 წლის ვიყავი, როდესაც აღმოჩნდი საკურთხეველში მის გვერდით და დღემდე ნუ ეხლა ბოლო პერიოდში უკვე აღარ გვაქვს ეს სიხარული. რომ უწმინდესი მოდიოდეს მსახურებებზე, ნუ როცა ახერხებს, როცა ამას დაძლევს თავისი ჯანმრთელობა მოდის და საკურთხეველში ესწრება. მაგრამ ის, რასაც ყოველთვის უწმინდესი ითხოვდა, რომ ყოფილიყავით თანხმდომილები მოძრაობაში, გასვლაში, ზედმეტი სიარული არადროს არ უყვარდა. ესეც ხო წარმოდგენაა. ხო, ნუ ეხლა თავისთავად ეხლა თეატრი თავისი ხო, ყველას თავისი როლი გაქვთ, კაცო. თავისით არ დაბადებულა ნებისმიერი რომელიმე მიმდინარეობა ყოველთვის ეყრდნობა რაღაცა სხვა წესრიგს, ხო და აქედან არის გამომდინარე, რომ თეატრმაც აესო ყველაფერი, აი, სულ ვეუბნები ხომ ეს სტუდენტებსაც ვეუბნები, არ შეგეშინდეთ, მე ვთხარი აი ამ ფრაზის ახლა, რასაც მე თქვენ გეტყვით, რომ მსახურება თუ გინდათ, რომ იყოს საინტერესო იმ ადამიანებისთვის, ვინც გარედან შემოდიან, ვისაც არ აქვს არანაირი შეხება ეკლესიასთან და პირველად შემოვიდა, ახლა ეკლესიაში პირველად შემოვიდა ტაძარში და გიყურებთ თქვენ, რომ დგახართ ამბიონზე და წარმოთქვამთ თან ქადაგებას, ამბობთ კვერექს, ან მსახურებთ, ან აკმევთ, აი ამის თუ გინდათ რომ ეს რაღაცა ესთეტიური მხარე აჩვენოთ,
ახალ შემოსულს რომ მოიზიდოთ და იყოს თქვენთან და მოვიდეს და დაინტერესდეს რომ აი ახლა რა საკეთებდი, უნდა იყოს და ისე ვიმეორებ ხოლმე არ შეგეშინეთ სიტყვის ოდნავ თეატრალიზებული. ანუ წარმოდგენითი. ეს უნდა იყოს აუცილებლად სანახაობრივად ძალიან ლამაზად სანახავი და ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებ ხოლმე მეტყველებაზე. ეგ არის მე ამაში ძალიან დამეხმარა ეს ჩემი დაუშვათ ის სასცენო წარსული რაც იყო, იმიტომ რომ მეტყველება არის აუცილებლად პირველ რიგში გასათვალისწინებელი. ნებისმიერი ბგერის გამოთქმა. სულ ამას ვეუბნები ვასწავლი რომ არ თქვათ არავითარ შემთხვევაში რბილი ლასი, იმიტომ რომ ისმის ძალიან ცუდად. ყურში ხვდება ადამიანი ძალიან ვისაც არ აქვს ეხლა ამის პრობლემა რა თქმა უნდა მას მაგრამ ყოველ შემთხვევაში უმეტესობას უმრავლესობას ეს ყურში ხვდება ძალიან ცუდად. ყველაფერს ხო თავის ესთეტიკა აქვს არამეტყველებას პირველ რიგში და სასულიერო პირი უნდა იყოს, როდესაც ლაპარაკობს, უნდა იყოს დამაჯერებელი, როცა ქადაგებს. რომ რასაც რასაც ეუბნება, კი არ უნდა უთხრას ის რაც დაუშვათ თვითონ არ ჯერა თავისი წარმოთქმული ქადაგების დროს. ისე უნდა თქვას, რომ ჯერპეში მას ჯეროდეს, რომ სხვას დააჯეროს ამაში. ხო და რა შეეხება შოლს და მატრას ნამდვილად ამას არ ვიყენ, აქ არის ყველაფერი ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ვხედავ, რომ ვიღაცას რომელიმეს რამე არ ესმის, ვცდილობ ხოლმე რომ დაველაპარაკო მშვიდად ავუხსნა განუმარტო. ეს ასეა და ასე უნდა იყოს და ასეც არის ხოლმე. ხო, მარტო დალაპარაკებაც არ არის ჩემო მაყურებელო და მსმენელო, ხანდახან არის ესე თვალის გადახედვა თურმე, სადაც თვალის გადახედვითაც. ხო, მე არ ვიცი ხა ვინ გიყვება მაგას. ვინც მიყვება. ხო და მოკლედ აი ეს ურთიერთგაგება, რომელიც რა მნიშვნელობა აქვს როგორია, მთავარია რომ არის წესრიგი და კულტურაც და რაღაცა დონე რომელიც არის ყოველთვის გამოსარჩევი. როგორი ტიპის გარდა თქვენი პროფესიული საკითხავისა, რომელიც უბრალოდ გევალებათ, ხო არის კიდევ რაღაცა დამატებითი ლიტერატურა გნებავთ სანახავი, რომელიც კარგი იქნება, აი თქვენ სტუდენტებს რას ურჩევთ? საკითხავი, სანახავიც. მე ვიცი რომ ერთი ძალიან კარგი კინოს მაყურებელი რაღაცა თავისი ამოჩემებული კოლექცია აქვს, ეხლა როგორც თეატრზე ილაპარაკა, ისეთივე აქვს კინოფილმებში, მულტიპლიკაციურ ფილმებშიც, ხო და ამიტომ ამ გამოცდილებით და რაღაცა მიღებული ემოციით სხვა თაობაა ხა თქვენ რო ასწავლით სხვა კი სხვა თაობაა სხვათა შორის ცოტა რთულია ხოლმე რაღაც საკითხებზე მათთან საუბარი მაგრამ არსებობს ისეთი საკითხი რომელთაც ხშირად ვაინტერესებ ხოლმე და წელს მაგალითად სემინარის მეოთხე კურსი მყავს და ბედნიერი ვარ რომ ეს კურსი წელს მყავს აი ყოველ სამშაბათს მაქვს ორი ლექცია და პარასკევს ერთი ლექცია მათთან რომ თენდება სამშაბათი დილა ვარ ბედნიერი ვიცი რომ მე ამ სტუდენტებს უნდა შევხვდე ასეთები იყვნენ შარშანწინდელები და იმის წინ კიდე რომელი კურსიც იყო დრემდე მაქვს მათთან ურთიერთობა ჩემი იდეა ასეთი რომ ვეუბნები იკითხეთ ყველაფერი რაც კი ხელში მოხვდება წასაკითხად რომ გემოვნება ჩამოგიყალიბდეთ სამომავლოდ რა მოგწონს და რა არ მოგწონს, რა სახის ლიტერატურა მოგწონთ. იკითხეთ ყველაფერი განორჩეულად. არა მარტო სასულიერო ლიტერატურა. სასულიერო ლიტერატურას თავისი ადგილი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ საერო ლიტერატურის არ წაკითხვა, როგორც ეხლა მე რომ მაგალითად მოვედი ეკლესიაში, მაშინ ასე ვიცოდი, რომ თუ კითხულობდი რაღაცა საეროს, ხო. ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული და ვფიქრობდი, რომ მე ვაშავებდი, როდესაც ვკითხულობდი რაღაცას. და ეხა ისევ ნანობ რომ რატო არ მყავდა ვიღაც დამრიგებელი რომ ეთქვა რომ მაგალითად აუცილებლად უნდა წავიკითხო რამე ისეთი რა იმდენი რაღაც დამრჩა წასაკითხი და ეხლა მიდევს აი სისპრემთებში როა ეს ხალხო ჩორგოლაშულს როუდევს წასაკითხი ჯერ ამას წავიკითხავ მე ამას რომ ძალიან დიდი ესეთი მთა მიდგას წიგნების რაც მაქვს წასაკითხი რასაც ვერ ვახერხებ და ვერ ვკითხულობ იმიტომ რომ სხვა საქმეა რაღაც და სხვა არის ჩემი პროფესიული წასაკითხი რაც მჭირდება იმის რომ ახალი რაღაც თემა მიუტანოთ ჩემ სტუდენტებს რომ მე თავადაც განვითარდე როგორც პედაგოგი
მე უბრალოდ მინდა რომ მათი გემოვნება ჩამოყალიბდეს. ეხლა ვერავინ დღეს აღარ კითხულობენ მამაებს. ყველა ლიტერატურა ვწოდნე, მაგალითად მეტყვის რომ ვოინიჩი არ არის ძალიან დიდი მწერალი ახლა და მაგრამ მე თუ დავუშვა სასულიერო პირობა რამე გადამაწყვეტა, როდესაც წავიგვეთხე კრაზანა, მაშინ მომინდა პარალელურ რეჟიმში ეს იყო დაახლოებით ჩემი უფროსი და მირჩევდა ხოლმე რა უნდა წამეკითხა და დაახლოებით სადღაცა მერვე კლასში ვიყავი რომ მომცა ვოინიჩის კრაზანა წაიკითხე აუცილებლად და მონტანელი კარდინალი მონტანელი მიუხედავად იმისა რომ არის ძალიან უარყოფითი პიროვნება მაგრამ თუმცა არც ისეთი უარყოფითი პიროვნება მასაც შეიძლება გაუგო როგორც სასულიერო პირ და სასულიერო პირმა და მაშინ პირველად გამიშთა სული რომ რა კარგია როგორი და მომინდა წამეკითხა სახარება მომინდა და წავსულიყავი ეკლესიაში სიონი არ ვიცოდი სამწუხაროდ სად იყო და დავდიოდი ქაშვეთში და ის კი არა მე-9 თუ მე-10 კლასში აღარ მახსოვს ინგლისური ჩვენი სკოლა გაძლიერებული ინგლისური ენის სკოლა იყო და დგამდით ხოლმე რაღაც ოლიმპიადებში ვიღებდით მონაწილეობას და სპექტაკლებს დგამდით და ვთამაშობდი დავდგით ვარსკვლავ ბიჭუნა და ვთამაშობდი მღვდელს რატომაც მომწეს ეს როლი მართლაც არ შეიძლება ხმის გამო მე ვფიქრობ ხმის გამო იმიტომ რომ რაღაცა მე-5 მე-6 კლასიდან მაშინაც ასე იყო ასეთი ხმა ერთ ზაფხულში მოხდა ხმის გარდატეხა რუსულის მასეულმა რომ გამომიძახა და გაკვეთილი მოყევიო გამაჩერე შენო სიგარეტის მოწევა დაგიწყიაო რო ხმა რა და არ ვეცეოდი ნამდვილად ხო ისე მაშინ როგორ იყო ხმა თუ იცვლებოდა ესე იგი სიგარეტს ეწევა და აი მე-5 კლასიდან დამეწო ხმის შესვლა და ალბათ ამის გამო და მაშინაც კი მღვდელს აი რაღაცა ჩემებურად მოვიფიქრე ჩემებური დავხატე და ჩავარწვი კარდინალის ვიყავი მონტანელი ხო გასაგებია რაღაცა ძალიან პატარა ფრაზა მქონდა იქ რაღაც ვარსკვლავ ბიჭუნას რაღაცა შევაგონებდი რაღაცას ვეუბნებოდი ხო მაგრამ ამან თავის საქმე გააკეთა მე ეხლა უბრალოდ გამახსენდა ეხლა რომ საუბრობთ ჩვენ ამ კითხვაზე და ლიტერატურაზე ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ვეტყვი არსებობს ესეთი ადამიანი მიტროპოლიტი მეუფე მაქსიმე რომელიც გავიცანი ზაფხულში ჟენევაში ყოფნისას და მამა დემეტრეც იცნობს მეგობრობენ ისინი და შვეიცარიის მიტროპოლიტი გახლა სოფიო საპატრიარქოს ბერძენი მეუფე მაქსიმე შვეიცარიის მიტროპოლიტი და ჩავედი სულთმოფენობას მიმასპინძლა ტაძარში როგორი წირვა აქვს ასეთივე თვალშისაცემი გახდა ჩემთვის ესე მითხრა რომ ენა გესმისო ბერძნულად და მე ვთხარი არა მეთქი მაგრამ ეს ხო ვიცი ეს ტიპიკონი რომ ვიცი და როგორ მოგეწონა და მე ვთხარი მე უფე ყველაფერი მომეწონა ერთადერთი გულწრფელად თან ჩვენს მეგობარს ვინც იყო თარჯიმანი და ჩემი მთავარი მასპინძელი ის არის თქვენი კოლეგა ბატონო ჩვენს ხელში გაზრდილი არქიდიაკონი შვეიცარიისა მამა გაბრიელ ბარათაშვილი ვუთხარი რომ უთარგმნემეთ კი ახლა სიტყვის თქო რომ ძალიან მომწონს თქვენი წესრიგი და ეს დრამატურგია წირვის მსახურების მაგრამ ისე მიშლის მე ვუთხარი ხელს ეს თქვენი გალობად წოდებული საგალობელი და ამას ვეუბნები რომ ასე უთარგმნე ხო და მოკლედ და გაეცინა ჩვენი საეკლესიო მსახურებისაც და არა მსახურების იქითაც სხვანაირი ცალკე პლანეტა გვაქვს საგალობლებით რითიც ალბათ აი ეს რაღაცა მაგიასავით ვართ ამაში ვცხოვრობთ ისე რომ ხო არც ვისმენთ თითქოს არც ვგალობთ მაგრამ მაგაში ვართ ძალიან ძველია რომელიც აგრძელებს სიცოცხლეს, სუნთქავს და არ საჭიროებს განვითარებას ისეთ იმდენად განვითარებას. აბა, მე უფე მითხრა გაეცინა და მითხრა რომ თქვენ რო საგალობლები გაქვთო, მოთხარი ხო, აი თქვენი წესრიგი და ჩემი საგალობლები არის რაღაცა სასწაული იქნებოდა თქვენ და მე რომ მითხრა რომ ჩვენთანო ჩვენი მეგობარი არქიმანდრიტი რომელიცო ყოველთვისო ანუ ხო არის რაღაცა, როდესაც ვსადილობთ, ვახშმობთ ტრაპეზის დროს, მას ჩართული აქვს მხოლოდ ქართული საგალობლებიო და წარმოიდგინეთ, რომ დღეში 3 ჯერ ჩვეულებრივ
ის უსმენს ტრაპეზობს ქართული საგალობლების თანხლებით და მეუფე მაქსიმე მითხრა რომ ვკითხე რომ ამის იქეთ მეთქი მეუფე კაი ეს სასულიერო ცხოვრება გავიგე რა გაინტერესებთ თქო და კაცმა მითხრა ესეთი რამე რომ მე მაქვს უნიკალური კოლექცია წიგნების და უნიკალური და სანამ გავიცნობდი მამა გაბრიელსო ჩვენს იქაურ არქიდიაკონს შვეიცარიისას მამა გაბრიელ ბარათაშვილს მე დარდათ მქონდაო რომ სად წამეღო ჩემი გარდაცვალების ვინ ეყოლებოდა პატრონიო და რო გავიცანიო ისეთი ნაკითხი და ნასწავლი და წიგნის მოყვარული ადამიანიაო მე ვარ მშვიდად რომ ჩავაბარებ მას ამას და ამის გარდა კიდევ მაქვსო და კოლექცია კლასიკური მუსიკის ბეთჰოვენის ყველა სიმფონია, ყველა ჩანაწერი, ყველა დირიჟორის დროს და სხვადასხვა ორკესტრის წარმოგიდგენია და ბეთჰოვენის ნიღაბით და ერთად და გამიხარდა და ქართული ამ მხრივ კლასიკური ცითმეტკი ვინმე და არა საგალობლების გარდა არ ვიციო და მე მოვუყები ფალიაშვილზე და ყანჩელზე და აქეთ ცოტა აქეთ ლაღიძე კვერნაძე არა უფრო ფალიაშვილი და ისე გაუხარდა რომ მე ვთქვი მე რაღაცებს გამოგიგზავნით რომ გაიცნოთ ჩვენებიც და მე ვაი დარდათ მაქვსო რომ ესო ბეთჰოვენი ვის ჩავაფარო არ ვიციოდ შეჩაგობა იქვე ისე უცბად სპონტანურად მეუფე ჩემზე უკეთესად თუ ეგ თქვენი დარდია ლიტერატურას მიხედავს და წიგნებს მე ვთხარი მამა გაბრიელი ბეთჰოვენს მიხედავ მე და ისე გაუხარდა ახლავთ ამიტომ მოხდა ჩვენი გაცნობაო რომ ეს ეთყობა ესე უნდა დაღმერთს ახლა მეცინება ეთყობა ესე უნდა დაღმერთ ჩვენ გაგვესწრებთ ერთმანეთი რომ ჩემს მუსიკალურ კოლექციას ყოლოდა პატრონიო მართლა გამორჩეული და დიდებული ადამიანია ვეკითხები რომ რა არის ან თეატრში თუ ან კინოს რას უყურებთ რაღაც რა ბერძენმა მიტროპოლიტმა მითხრა ბერძნული წარმოიდგინე ახლა არ ახსენა არავინ ვეკითხები რომ აი რა ვინ გახსენდებათ მეთქი ყველაზე მეტად ან თუ რაღაცა ისეთი სასულიერო ცხოვრებაში რაც შეგიძლიათ რომ ურჩიოთ ჩეხოვის ძიავანია იცი რა მომივიდა სახტად დავრჩი მე ყველას ვურჩევო რომ აი ეს განსამთავარი ნაწილი რაცა ჩეხოვი რომ არც დოსტოევსკი უხსენები არა მაგრამ სოფოკლე ოიდიპოსი არავინ ну სოფოკლე და ოიდიპოსი მისი ორგანული ნაწილია ძალიან საინტერესო ადამიანია მე მაქსიმუმ ბედნიერი ადამიანი ვარ რომ გავიცანი მამა გაბრიელს უდიდესი მადლობა და აქედან მოკითხვა ჩვენს მამა გაბრიელს და მეუფეს ну სისტემატურად გვაქვს ურთიერთობა მაგრამ მამა გაბრიელი არის თამამად ვიტყვი განსაკუთრებული ადამიანი რომელმაც გამიმართლა მე პირადად ცხოვრებაში გამიმართლა ნამდვილად ჩვენ ჩემთვის დიდი ნუგეშია თუნდაც ის რომ მაგალითად მაქვს საშუალება რომ ვსტუმრობდე მათ არაერთხელ არამედ ორჯერ სამჯერ და ოთხჯერ და მაქვს ყველანაირი მწვანე შუქი მაქანთებული ეპარქიაში სასურველი სტუმარი ხართ და ვართ აწი და ის არის იქაურობა არის მართლა კიდე ცალკე ან როგორ ექცევიან ერთმანეთს სასულიერო პირები ერთმანეთში მრევთან როგორი არ აი ესე ვიჯექი და ვუყურებდი რომ აი რა ხდება ეს რა არის და ძალიან ისეთი კარგი საყურებელი ზუსტად ისეთი დამოკიდებულება რაც როგორც ეკადრება შვეიცარიის ეპარქიას ჰაი დემოკრატიულ წყობილებას მინდა ვისარგებ ჯერ ადრეა აღდგომამდე მაგრამ ვისარგებლო იმ შემთხვევით როცა მე ხშირად შემიწუხები ხართ და მე უკვე ასე მამოუჩვენოსავით დავიზეპირე იმიტომ რომ მომერიდა უკვე მაგრამ მის დამინდობა და მისი ავტორიტეტი მავალდებულებდა იმას რომ გამემყარებინა ამ კითხვაზე პასუხი ძირითადი დღესასწაულები არის მარიამობა ხო მოძრავი მარიამობა შობა არის ხარება კი ბატონო აღდგომა ყველაზე უდიდესი დღესასწაული არა მარტო აღდგომა ის დღესასწაული რომელიც აღდგომაზეა დამოკიდებული ამაღლება ზობა ყველაფერი რაც მასთან არის რაც აღდგომასთან კავშირშია მანამდეც და მერეც ეს არის ყოველთვის გარდამავალი და მოძრავი და რატომ ეხლა ბევრ სულაპარაკია არა უნდა ვთქვათ შეტანას ვთქვათ გადაცემაში ეს არის დამოკიდებული გაზაფხულის ბუნიობას გაზაფხულის ბუნიობა არის 21-22-23 მარტი და რატომ ეხლა იმიტომ რომ და თვითონ აღდგომა ჩვენი ქრისტიანული აღდგომა
კავშირში არის ებრაულ ფესახთან. ანუ ებრაელების გამოსვლასთან ეგვიპტიდან, რომელიც მოხდა კონკრეტულ დღეს, ეს იყო ზუსტად ბუნიობის შემდეგ პირველ სავსე მთვარეობაზე. აი ბუნიობის მერე რო პირველი სავსე მთვარეობა იყო, აი მაშინ გამოვიდნენ. და მაცხოვრის აღდგომაც თავის დროზე როცა იყო, მოხდა სწორედ ფესახზე, ფესახი იყო, როცა მაცხოვარი ჯვარზე გააგრეს, სახარებაში წერია, ხო? შემოდიოდი დღესასწაული პასექისა და ჯვარზე რომ არ დარჩი, იმიტომ რომ უქმე დღე უნდა ყოფილიყო და ვერავინ ვერ მოხსნიდა იმ ჯვრიდან და ამიტომ ცოტა ადრე ჩამოხსნეს ჯვრიდან, მაგრამ მაცხოვარმა გარდაიცვალა. ხო და აღდგომა მოხდა სწორედ ებრაული ფესახის შემდეგ. დღესაც ქრონოლოგიურად ასე უნდა იყოს, თუ დავუშვათ ტრადიციულია ჩვენი ეკლესია და ტრადიციას თუ მივდივართ, უნდა იყოს კანონიკურადაც ასეა მიღებული ეკლესიის საეკლესიო კრება დაждდა იმჯელეს და გადაწყვეტა რომ ასე უნდა იყოს. იყო პერიოდი, როდესაც სწორედ ნისანის 14-ში ხდებოდა ერთ კონკრეტულ დღეს ხდებოდა აი ამ აღდგომის აღნიშვნა და არ უყურებდა არავინ დავუშვათ დაასწრებდა მას ებრაული ფესახი თუ შემდეგ იყო ხო, მაგრამ მე შეთანხმდნენ იმაზე რომ ქრონოლოგიურად რომ იყოს სწორი და რომ მივყვეთ თუ დავუშვათ მთელი ლიტურგია არის მაცხოვრის სიტყვაზე ხარებ, ღვთისმშობლის ხარება, მაცხოვრის შობა, მისი ცხოვრება, ჯვარცმა, აღდგომა და ყველაფერი ამის გამეორება თუ არის, ამ შემთხვევაში ესე უნდა იყოს ქრონოლოგიურად უნდა იყოს აუცილებლად დაცული და გადასდა ასე რომ ჩვენი აღდგომა უნდა მოსდევდეს აუცილებლად ებრაულ ფესახს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ასე რომ ბუნიობის მერე დადგენილება, ბუნიობის მერე პირველი ახალი მთვარე რო გამოვა, ანუ 22-23 მარტის შემდეგ რო პირველი ახალი მთვარე გამოვა, ის ახალი მთვარე რომ დაძველდება და გაივსება, სავსე მთვარეობის შემდეგ კვირას კი არა, იმის შემდგომი კვირა უნდა იყოს აღდგომა. და ამიტომ არის რომ ეს ბუნიობამდე ზოგჯერ ისი არის ხოლმე რომ ეს ახალი მთვარე გამოდის ხანდახან 24 მარტს და ამიტომ აღდგომა არის ცოტა უფრო ადრე და შეიძლება გამოვიდეს სიტყვაზე ბუნიობიდან 3 კვირის შემდეგ. ხო. და ამიტომაც გამოვა ხოლმე რომ ცოტა უფრო გვიან არის. აი ამის გამოვა ეხლა ძალიან მარტივად ახსენე ეხლა რა. ეგ არის მთავარი რომ კი არა რას ვაპარაკობთ. რომ იყოს ესეთი გასაგები, ხო. მამადემეტრე იცით რა უნდა კითხოთ ნელა-ნელა ეხლა სანამ ჩვენი საუბარი წავა დასასრულისკენ. უამრავი სახე არსებობს სამღვდელო, სასულიერო პირების კინოში, თეატრში, უბრუნდები ახლა ჩვენს დასაწყისში, ლიტერატურაში მით უმეტეს. გაქვთ თქვენ ვინმე ისეთი გარდაწეღან ზემოთხსენებულისა ბავშვობაში რაც კარდინალი მონტანელი. დიახ, კრაზანას გარდა ну, წინა სხვათა შორის რომელიც არის რომელიმე ფილმში ან სპექტაკლში ისეთი კი როგორ არა. კი, ღიმილის ბიჭებში. რას ამბობ? კარგი რა, რაღაც ეპიზოდში. აი, ყველაზე ძალიან პატარა ეპიზოდია. ხო, ეპიზოდი. ნაჩვენებია მღვდელი თავისი ზნეობრივი კუთხით. და ნაჩვენებია მღვდელი როგორც მამა, მღვდელი როგორც მოძღვარი, როგორც საკუთარი შვილების თავისი საკუთარი შვილის მეგობრების მეგობარი. აბა და სიმართლის მთქმელი, აი ბოლო სიტყვები როა. ხო. რომ დამარცხდება, იმიტომ რომ მათ არ გააჩნიათ სიმართლე. აი სცენა, როდესაც ადის და სახარებას კითხულობს მამა დავითზე. ხო, ზემოთ არის მამა დავითზე კი. და იქ რომ და ლეილა. კი, ხო. და თვითონ მამა დავითი არ არის გადაღებული, დიდუბია გადაღებული. ღვთისმშობლის მართლა. დიდუბის ღვთისმშობელია შინ გადაღებული, მაგრამ ადიან მამა დავითზე. დელი, ვინც არის ლევანი ქვია მე მგონი, არ მახსოვს რა ქვია, ვიცი მამაც არის მოკლედ. ხო. მიხო ბორაშვილი თამაშობს მის შვილს. კლასელის ხო. ხო. ადიან სანახავად ეს ნათელა და თემური რო ადიან ეს ბიძია ინდისი ასე მიმართავს. ნუ მამა უთი არ მიმართავს, ნუ მის ხელშია გადილი და ინდისი და ეს მსახიობი, ნუ გრიგოლ კოსტავა თამაშობს ამ მღვდელს.
იმდენად გულწრფელია, პირველად როდესაც ვუყურე, რომ ბავშვობაში ფიქრობდი, რომ მეთქი ალბათ მღვდელია, რომელსაც თხოვეს, რომ მიიღოს მონაწილეობა ფილმში გადასაღებად. იმდენად კარგად თამაშობს, იმდენად კარგად ასრულებს. კითხვის მანერა სახარებას რო კითხავს, ყველაზე ისეთ განსაკუთრებულ სახარებას კითხავს, მოვედით ჩემ და ყოველი მაშლანა თულძემენთან მე განგისვენო თქვენ, აიღეთ უღერით ჩემი თქვენზე და ისწავლე ჯამთ მშვიდვარდამ დაბალგულით. განსაკუთრებული სახარება, სადაც ეუბნება მაცხოვრე, მოდი და მთხოვეთ ყველაფერი და მე თქვენ ამას მოგცემთ, ხო და კითხვის მანერა როგორ უნდა წაეკითხა თავშოთ საუბარი ყველა მე არ ვიცი იშვიათია მე ვფიქრობ რომ ბატონ გრიგოლი კოსტავა დადიოდა ალბათ რომელიმე ტაძარში და აკვირდება ზოგადად კარგი მსახიობი ასე შვება უნდა წავიდეს და სულ მახსენდება ხოლმე ჩემთვის სერიოზული შოკის მომღერალი ხალბატონ თამარ სხეტლაძის მონათხრობი, როდესაც თქვა, როცა შვილი გარდაეცვალა, საკმაოდ ახალგაზრდა და წარმოიდგენ დედა რა მდგომარეობაში შვილი გარდაეცვალა, მე დააყოლა, რასაც ახლა მე ვიტყვი ამას მარტო მსახიობი მიხვდების სარკესთან მივედი, რომ დამენახა ჩემი სახის გამომეტყველება, როგორი ვარ ბედური დამემახსოვრებინა, რომ როდესმე სადმე დამჭირდებოდა, ხო, იმიტომ რომ როლში შესვლა საკმაოდ რთულია. ილია ჭავჭავაძეს, ილია მართალს აქვს ნათქვამი საოცარი სიტყვები თეატრი მეორე შკოლა. დიახ. თეატრი ერთადერთი ადგილია, თეატრი ჩემო ძვირფასო სმენელებო, მაყურებლებო, ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იპოვეს გამოსავალი ჩვენმა დიდმა მამებმა. დიმიტრი ყიფიანმა და ილია ჭავჭავაძემ, როდესაც შეიქმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და როდესაც ქართულად არავინ მეტყველებდა და ყველას გვარები რუსული დაბოლოება ჰქონდა და ფაქტიურად ქართული ენა ამოღებული იყო ყველაფრიდან, სკოლიდან, სემინარიიდან, ტაძარი, ყველ აბსოლუტურად წელიწადში ერთადერთხელ ჰქონდათ ქართულ სტუდენტებს სემინარიის ქართულ სტუდენტებს უფლება სიონში ჩაეტარებინათ ქართულად წირვა წმინდა ნინოს ხსენების დღეს. ერთადერთხელ და წარმო ქართული არსად ჟღერდებოდა. იპოვეს გამოსავალი, ეს იყო ქართული თეატრი. სადაც თეატრში მეტყველებდნენ ქართულად და მაყურებელი ვინც მიდიოდა, ისმენდნენ ქართულ მეტყველებას. ფაქტიურად ქართულმა თეატრმა დაუდო დასაბამი, ხა ჩვენ რო ეხლა მეტყველებთ დახვეწილი ქართულით და ნორმალურად მეტყველებდა გვესმის და გვინდა რომ საქართველო იყოს საქართველო ეს ყველაფერი გააკეთა ქართულმა თეატრმა თავის დროს და ის კორპორაცია დურუჯი და ეხამებს აღარ ხო ამაგას აღარ მოყვებით მაგრამ აი ის რაც თქვენ თქვით ახლა და გაეცინება ალბათ ზოგიერთ მსმენელს და მაყურებელს იმიტომ რომ თქვენივე კოლეგები ხანდახან ამიტომ ვთქვი მე ტიპიკონი არ ირღვევა მაგრამ ქცევა და რაღაცა ეს კიდე სხვადასხვა არის რომელზედაც ალბათ უნდა იზრუნოს ვინმემ რომ აი რომელიმე სტანდარტის სამაგალითოსი იყოს იმიტომ რომ თეატრი არ არის ცოდვა თეატრში ცოდვა არტისტობა ცოდვაა და რაღაცა გამოუჭედეს ეს პატარა ესეც შენიშვნას გავაკეთებ რომ ჯულის კანონში წერია რომ მსახიობი არ დაიგრძალოს ქრისტიანთა სასაფლაოზე მაგრამ ნახეთ რა მომენტია ახლა ყველაფერი ექვემდებარება ცვალებადობას ეკლესია ცოცხალი ორგანიზმი ეკლესია ვითარდება და ის რაც იყო იმ პერიოდში, ძველ პერიოდში, პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე საუკუნეში რაც იყო, ისისი აღარ არის. და თუ იქ წერია და დაფიქსირებულია, რომ მსახიობი არ უნდა დაიგრძალოს ქრისტიანთა სასაფლაოზე და მოკვეთილი ეკლესიიდან, იმიტომ რომ იმ პერიოდში ხდებოდა ქრისტიანობის და წმინდანების დაცინვა. მთელი პატერიკები აღწერილი ამაზე როგორ ხდებოდა. შემდეგ უკვე ამას ემსახურებოდნენ და ქართული თეატრის აღორძინება რო დაიწყო პირველი ასე ვთქვათ მონეტ პირველი თანხა ყველა დიდი თანხა ვინ შეიტანა ქართული თეატრის განვითარებაში იყო წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე ილია მართლის მოძღვარი წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე უკვე უსინათლო იყო შიომღვიმის მონასტერში ცხოვრობდა მაშინ და იქ მიადგნა რომ გვინდა და რო არ იცოდა რაზე იყო ლაპარაკი აუხსნეს და გაიღო
პირველი ყველაზე დიდი თანხა რაც იყო ვიღაცა 15 იძლეოდა ოქროთი ვიღაცა 10 იძლეოდა ამას საკმაოდ სხვა დამოკიდებულება იყო თუნდაც აი მაგალითად ავიღოთ ჩვენი უწმინდეს ერთ პატარა ფრაგმენტს გავიხსენებ. ქალბატონ ვერიკოს რო შვილი გარდაეცვალა, იმდენად ცუდად იყო, ლოგინად იყო ჩავარდნილი ეს ქალბატონ სოფიკოს არაერთხელ მოუყოლია, რომ ისე დღეში იყო, რომ სცენაზე ალბათ ვეღარ წავიდოდა. უწმინდესი დადიოდა ხშირად მათთან და უწმინდესმა გამოიყვანა აი ამ მდგომარეობიდან. ისე რომ შემდეგ უკვე ქალბატონი ვერიკო მიდიოდა ხოლმე საპატრიარქოში და მე არ ვიცი ახლა მკითხველს რამდენად ახსოვს და თუ არა და მოძებნონ პერიოდიკაში ძველი ჯვარი ვაზისას ძველი ნომრები იბეჭდებოდა უწმინდესის და ქალბატონი ვერიკოს დიალოგები. საუბრები იბეჭდებოდა და შემდეგ ისე რომ დადგა ფეხზე და უკვე რამდენი სერიოზული როლი შეასრულა სცენაზე და კინოში უკვე შემდეგ ქალბატონმა ვერიკო. ესე რომ გააჩნია რომელი კუთხიდან მივდგები, გააჩნია რას აკეთებ. ხო. ღვთისმღმობი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ქუჩაში მიმავალი რიგითი ადამიანი და შეიძლება იყოს მსახიობი, შეიძლება იყოს მომღერალი და შეიძლება იყოს სიტყვაზე სასულიერო პირის კი თავისი ხო, მესმის ქმედებით. მამა დემეტრე, იცით რა უნდა გითხოთ? აი ხა სულ რაღაცა ისეთ მაგალითებზე და ერთი მეორეზე საუკეთესო რაღაცა სტანდარტები გავიხსენეთ თავიანთ საქმეში. რას გინდოდათ მოსწრებოდით? აი, რო ფიქრობ, აი რო იმ მის დროს ყოფილიყავი, გინდა სასულიეროში, გინდა ისე ერისკაცულად. აი, რა ყოფა არის, როცა გინდა რომ იქ ყოფილიყავი, მის გვერდით გეცხოვა. გაგიკვირდება და ბევრჯერ წეღანაც ვახსენეს სიტყვა დროის მანქანა. ხო. გაგიკვირდება და ყოველთვის მინდოდა რომ რა მაინტერესებს, რაც რისი ძალიან დიდი სურვილიც მაქვს. თუ დროის მანქანა მექნებოდა, ყველაზე მეტად მაინტერესებს საქართველოში ლიტურგიკული განვითარების საფეხურები. იმიტომ რომ თავდაპირველად ვეკუთვნოდით საბაწმინდურ პერიოდს და იმ ტიპიკონზე ვიყავით ყველა ვიდრე ბიზანტიის აღორძინებამდე და წმინდა მთის აღორძინებამდე და ათონელ მამებამდე, შემდეგ შემოდის ბიზანტიური მსახურება, ამის განვითარება, ის სულ მაინტერესებს, რომ აი უჩინრად გამაჩინა იქ სადღაცა და შორიდან მაყურებინა. როგორ მსახურებდნენ, რა იყო, როგორ აკმევდნენ, როგორ გალობდნენ, როგორ ისახავდნენ პირჯვარს, როგორ წირავდნენ, როგორ ნათლავ, ყველაფერი რაც კი შეეხება საღვთისმსახურებ, პრინციპი სხვა რამე არ შეიძლება მინდოდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრების დღევანდელი გზა. ამის იქით მე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენი. ისე როგორც მაგალითად ბავშვობაში ვერ წარმომედგინა ჩემი ცხოვრების და სცენის გარეშე და სცენა იყო ყველაფერი. ნუ ის ეტაპი დამთავრდა. ის ეტაპი დამთავრდა რაღაცნაირად, როგორ გითხრათ ახლა აი ფუტკარმა რო იცის რომ თაფლს რომ მორჩება და ზემოდან რომ ცვილს გადაუსვამს აი ის სიტკბო ის თაფლი დაგროვებულია ის რაც იყო ის გადაგოზილია ზემოდან სანთლი ცვილით გადაგოზილია და ის თავისთვის არის ის სიტკბო თავის საქმეს აკეთებს როცა მჭირდება ვიკვებები იმით მაგრამ ძირითადი საკვები ძირითადი სამუშაო ჩემთვის არის ის რაც ხდება დღეს მე სხვა რამე არ ვიცი მე სხვა რამე არ მეხერხება ეს არის ჩემი ცხოვრების ძირითადი არსი. მე თუ ამ ყველაფერს დავკარგავ, იქნები ყველაზე უბედური ადამიანი, ვკარგავ ფაქტიურად რას მზეს, ვარსკვლავებს, თვარეს, სიცოცხლეს, წყალს, ჰაერს, ყველაფერს აბსოლუტურად ვკარგავ. ამიტომ ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტად ღირებული, რომ აი ის მანახა ნეტო, როგორ მსახურებდნენ პირველი კათალიკოსი. პირველი კათალიკოს პატრიარქი წმინდა მელქისედეკ პირველი ან როგორ იგებოდა მართლაცვეთი ცხოველი აი ეს ყველაფერი მაინტერესებს ძალიან ხო ეხა ისეთ კითხვას დაგისვა საერთოდ რომ არ ელოდები კი არა და მეც არ ველოდებოდი მაგრამ აი ესე არ ეკითხებიან თქვენი პროფესიის ადამიანს და მოდი გავრისკავ და კითხავთ მამა დემეტრე რამე კურიოზ ხო ვერ გაიხსენე ნუ გამოგიძე. არა, რა უცნაურია ხო. სულ რო ეკითხები, რა უნდა გაიხსენო ეხეთეში, მაგრამ იცი რა.
იმდენაირ ადამიანებთან მქონია შეხვედრა და იმდენაირ ადამიანს ხვდები დღესაც რაღაცა ყველად გვეცინებ. ხო, საეთეროშიც ჩვენი ბიჭები აგერ ძლივს გავაცინეთ. ხო და ნახოთ ახლა უკვე კითხვა დასმულია და მსმენელი და მაყურებელიც ელოდება და ხო, რაღაცა ხო არის რომ წამოხვალ და გახსოვს და გეცინება. ერთი საცოდავი ქალი ცხოვრობდა ლესელის ქუჩაზე, არ ვიცი რა ეროვნების იყო. კურიოზით როგორ დაიწყო ერთი საცოდავი ქალი. არა, იმიტომ რომ მართლა გულწრფელად თანაუგრძნობ, იმიტომ რომ ეს იყო არ იყო ჯანმრთელ მდგომარეობა, ჩაცულობა ეცეწყობოდა, მაგრამ ნუ ცოტა მომაბეზრებელი იყო, აი ყოველ შეხვედრა ძირითადად ითხოვდა. უკვე ერისკაცობაში ამბობ. სასულიერო ვიყავი. უკვე ითხოვდა, ხო და რას ითხოვდა? თა ფულს, გამოლელებისგან და იქ რაღაც ხოვდა, აი გამოდიოდა ხოლმე სახლის ფორმით იყო, ჩუსტებით დადიოდა ხოლმე. ხო და როგორც კი დამინახავდა, მე ვფიქრობ სხვა სასულიერო პირებსაც ეუბნებოდა, მეკითხებოდა ხოლმე კედრები ადგებიან. აი რაღაც უცნაური აქცენტით ხოვდა. ანუ ფულს არ გთხოვდა, ეს კითხვა ქონდა. მისვამდა ამ კითხვას ყოველთვის მე და საცოდავი რატო ვთქვი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ შეიძლება ვიღაცები ყავდა გარდაცვლილი, ან არ ვიცი ეხლა რა დამოკიდებულება ქონდა ამ ყველაფრისადმი ხო და ну ყოველთვის ვეუბნები კი რა თქმა უნდა თავიდან ახსნა დავაპირე მაგრამ რომ მივხვდი რომ უბრალოდ ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებდა რომ კი უნდა მეთქვა ეს მარტივი და მე მიდიოდა და ყოველ შეხვედრაზე გრძელდებოდა წლების განმავლობაში ერთხელ მეგობარი მახდა მომაკითხა მსახურებიდან ამოვდივართ ლესელის ისეთი ინტონაციის თქვი რომ ქართველი არ იყო არ იყო ქართველი ხო და ვერ ხვდები რა ეროვნების იყო არ ვიცი იეზიდი ხო არ ვიცი ხო აი ვერ გეტყვი რა ეროვნება იყო ვიზუალიც არ ქონდა ქართული აბიტუსი ხო და მეგობართან ერთად მოვდივარ და დავინახე მოდის და ნუ რაღაცა ისეთ თემაზე ვსაუბრობთ რომ არ მინდა რომ გამაწყვეტინოს ვიცი რაც უნდა მკითხოს ხო და ეს ძალიან ყურადღებით მისმენს ეს ჩემი მეგობარი და უცბად მომადგა ეს და პირი დააღო უნდა მკითხოს ეს ხო და პირდაპირ გაბრაზებულზე მეცი ადგებიან უთხარი ხო და მეთქი გავივლი ახლა ხო და მიყურებს ადგებიან ვა რა კარგია და წავიდა ხო და ეს ჩემი მეგობარი თქო გავუსწარ საერთოდ იცოდი რა უნდა ეკითხა შენთვის მეთქარი ამას მეკითხება უკვე 3 წელია ერთი და იგივეს მეკითხება ვა რა კარგია ადგებიან ვა რა კარგია თუ მაგის პასუხი უნდა და არ ვაცდიდი ამის პასუხს კიზრო ვეუბნეოდი მე მივდიოდი 3 წელი არა თქმევინე ხო და ალბათ არც უნდა მომეყოლა მაგრამ ყველაზე ისე კითხვა იყო ესეთი და გულწრფელად მიპასუხე ხო რატომ არა კაცო ადამიანები ვართ აბა რა ადამიანურ და გულწრფელ ურთიერთობაზე ძვირფასი უკვე თანდათან ამ ასაკში მივხვდით რომ არაფერი არა. ჩემ მეგობრებს რამდენსაც მოვუყევი ყველა რომ ხვდებიან ხოლმე, მაგით იწყებენ ხოლმე ხშირად დიდი ხნის უნახავი რომ შემხვდებიან ხოლმე, კედრები ადგებიან. ხო და მამა დემეტრეს საუბრის ბოლოს გავიდა ჩვენი მუსაიფიც უკვე ნელ-ნელა ფინალისკენ და მინდა ესეთი რამე კითხოთ, ამდენი ხანია ბევრი მეგობარი ყავთ, ბევრი ისედაც ეს თქვენი საქმე ხალხ მრავალ ყოფას გავალდებულებთ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ახსარებებს არიბარებთ და ასე ოფიციალურად ვამბობთ, თორე ახლა არაოფიციალურად გულის ნადების გამჟღავნება ეგ უკვე სხვა რამეა. ამდენი წელია ხართ ამ საქმეში და დღევანდელი ყოფა. მითხარით რა, როგორი ადამიანობა ჩაიბარეთ თქვენ როცა მოხვედით სასულიერო სფეროში და როგორი ადამიანობა გვიჭირავს დღეს ხელში. იმდენი რაღაც შეიცვალა ამ პერიოდში ახლა სასულიერო პირი 31 წელია ვარ. ამ პოზიციაზე 31 წელია. ხო და ამბობენ რომ ადამიანები არ იცვლებიანო, მაგრამ აი ხო არის რაღაცა როგორები ვიყავით ადრე და ახლა ან ტკივილი, ან პრობლემა, ან სიხარული. არ იცვლებიან ადამიანები არ იცვლებიან აი ამ პერიოდში. თან ახალგაზრდებთან გაგვთ ყო.
შეიძლება ამ კითხვაზე პასუხი არ გაგცე? ой. ხო. ხო. მაპატი ამ კითხვას დავტოვებ ასე ვითომ მელანი გაგვითანდა, გაგვითავდა, სამელნის ძირში დავტოვოთ და აღარ დავწეროთ ეს ამბავი. ხო, კაი ბატონო, გასაგებია. ხო. მაშინ მე გისურვებთ რომ არ გაგთავებოდეთ მელანი და ცოტა ხო იოლად მე მივხვდი რომ ძიმია ახლა ეს გასაგებია და შეწუხდით, მაგრამ მადლობას გიხდი ამ დღისთვის რომ თამარას სივრცეში დამიტოვე ერთი ხოზარ დამიტოვე და მე როგორ დაგიტოვებდი ხო და მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ საკმაოდ ძვირად სანახავი უკვე სხვა სატელევიზიო ეთერებისთვის და მაყურებელს და მსმენელს მინდა უთხრა რომ არ გადაგეკიდოთ თამარა გოგელიძეთ რომ თუ გადაგეკიდათ რა ვქენი ცუდი რამდენ კარგ რამეზე ვილაპარაკეთ რამდენი რამ გაიხსენეთ ხო და მადლობა ამ დღისთვის მადლობა შენ რომ ჩემო ძვირფასო მეგობარო სხვათა შორის ჩვენი მაყურებელია მსმენელი ვერა მაგრამ მაყურებელია მსმენელი ვერა მაყურებელი ვარ ნამდვილად ხო და მადლობას გიხდი ამ ყველაფრისთვის მე შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ საქართველოს ხმა გრგვინავდა დღეს ჩვენს ეთერში არქიდიაკონი მამა დემეტრე დავითაშვილი მყავდა სტუმრად მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ მე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათს